შობის დღესასწაული წელს განსაკუთრებით თბილი და ემოციური განწყობი დაიწყო. ისტორიულ ცენტრში საზეიმო ჩაირთო საშობაო განათება. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, პიაცა დელ პოპოლოზე კი ქალაქის მერმა რობერტო გუალტიერიმ მთავარი ნაძვისხე გაანათა. 20 მეტრის სიმაღლის ნაძვისხე, რომელიც 1000-ზე მეტი ნათურით არის გაფორმებული რომის გულში, სანათივით აკიაფდა და ქალაქს განსაკუთრებული დღესასწაულის ხიბლი შემატა. ღონისძიებას ათასობით მოქალაქე და ტურისტი დაესწრო. მოედანზე შეკრებილთა თქმით, ეს აღამო მხოლოდ დეკორაციების ზეიმი არ იყო. ბევრისთვის შობა მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ჩვენ ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ, როცა მთელ მსოფლიოში მშვიდობისკენ ძლიერი მოწოდებები გვესმის. იმედი გვაქვს, რომ ეს წელი ისეთივე იქნება, როგორიც მოედანზე განვიცადეთ. ეს იყო ბავშვობის ხმებით სავსე წამი. ახლა ნაძვისხის განათებასთან ერთად განვიცდით სიხარულისა და ბედნიერების წუთებს. ჯერა რომ ეს მოედანზე შეკრებილ ადამიანებს და შესაბამისად მთელ მსოფლიოსაც მოუტანს სიხარულსა და ბედნიერებას. ეს სინაზის მშვიდობისა და ერთიანობის შეგრძნება არ ადგანა აქ ამ მოედანზე შევიკრიბეთ მთელი მსოფლიოდან. აქ არიან სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები. ყველანი ერთად ვდგავართ, რაც გვახსენებს, რომ შეიძლება ერთად თანაცხოვრება. არ არის საჭირო ბრძოლა ან კონფლიქტი. ეს ყველაფერი იმედის განცდას მაძლევს. გვჯერა რომ სოფლიოში არსებული განსაკუთრებით რთული ვითარების ფონზე ეს ნაძვისხე და მისი თბილი ნათება ნამდვილად მოიტანს სიმშვიდესა და სიწყდარეს. იმედი გვაქვს საღი აზრი გაიმარჯვებს და მიაღწევს მსოფლიო ლიდერებამდე და მოიტანს მშვიდობას, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება, რადგან უკვე მრავალი წელია მთელ მსოფლიოში ვითარება უკიდურესად რთულია. საშობაო განათებით გაბრწყინებული რომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ტრადიცია, სულიერება და ადამიანური სითბო ყველასთვის მნიშვნელოვანია.